მაღალი მოლოდინების მიუხედავად დონალდ ტრამპი ომს ჯერ ვერ ამთავრებს. ბრაზობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისთვის ყირიმის გადაცემაზე ვერ დაითანხმა. ჩანს, რომ მცდელობები გაგრძელდება. არაა გამორიცხული რომის პაპის დაკრძალვაზე იტალიაში ჩასული მსოფლიო ლიდერები ომის ბედის გადაწყვეტას კულუარებში შეეცადონ. მე არ ვიცი ის მოდის თუ არა პაპის დაკრძალვაზე. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გადაწყვეტს, რადგან ჩვენ ვკარგავთ დაახლოებით 3000-დან 5000-მდე ჯარისკაცს ყოველკვირეულად. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ადამიანები არიან. თუმე შემიძლია ეს გადავჭრა დიდებული იქნება, თუ არა და ვიტყოდი, რომ რუსეთი მზადაა. ბევრი ამბობდა, რომ რუსეთს ყველაფრის მიღება სურდა, მიუხედავად ამისა, მათთან შევთანხმდით. ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ზელენსკისთანაც. მეგონა, რომ მასთან უფრო მარტივი იქნებოდა მოლაპარაკება. აღმოჩნდა, რომ ის უფრო რთულია, მაგრამ არა უშავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმის მტკიცებაც მოუხდა, რომ ამ ომში ფავორიტები არ ჰყავს. ეს მას შემდეგ, რაც მის მიერ შედგენილ სავარაუდო სამშვიდობო გეგმაში მსოფლიომ რუსეთისთვის ზედმეტად სასიამოვნო პასაჟები ამოიკითხა. ნეიტრალობის დასადასტურებლად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიევზე რუსეთის მასირებულ თავდასხმასაც გამოეხმაო, რა სიტყვებით ვლადიმერ შეჩერდი, სადაც რუს კოლეგას მიმართავდა. თუმცა რუსეთში მისი სხვა განცხადება ახარებთ, რომლითაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინამ ყირიმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგა. Это полностью корреспондируется с нашим пониманием. ეს სრულად ესადაგება ჩვენს გაგებას და იმას, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. რა შემიძლია ამაზე მეტი გითხრათ? ჩვენ არ შეგვიძლია და არც სურს კომენტარი გავაკეთოთ გაჟონილ ინფორმაციაზე, სავარაუდო გეგმის, სავარაუდო დეტალებთან დაკავშირებით. ვართ მობილიზებული დარეგულირების პროცესზე და ვაფასებთ ამ მხრივ ამერიკელების ძალისხმევას. ვაგრძელებთ მათთან მუშაობას მშვიდობის მისაღწევად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას ცდილობს უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში ვიზიტი მასირებული რუსული დარტყმების გამო შეკვეცა. ის ვაშინგტონს ყირიმის დეკლარაციასა და ტრამპის პირველი ვადის დროინდელ პოლიტიკას ახსენებს, სადაც ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების მიტაცება და შემდგომ მათი აღიარება მკაცრად იგმობოდა. კიევის დაკვირვებით შტატებში მიდგომები შეცვლილია. მიუხედავად ამისა, ვოლოდიმერ ზელენსკი ბოლომდე ცდილობს ვაშინგტონის კეთილგანწყობა შეინარჩუნოს. ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინამ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა, რომლის მთავარი სათქმელიც ისაა, რომ ტერიტორიულ საკითხებზე საუბარი მხოლოდ ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შემდეგ შედგება. ჩვენ თავს დაგვესხნენ, მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. 10,000 ადამიანი მოგვიკლეს, ბავშვები და მოზარდები ცოცხლად დამარხეს. და ამის მიუხედავად უკრაინა მზადაა მიუჯდეს მოლაპარაკებად ამ აგიდას იმ ტერორისტებთან ერთად, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩვენს მიწაზე დაატრიალეს. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს. რუსეთი კი ახორციელებს ზეწოლას ჩვენს ხალხზე, თავად ამერიკაზე. სწორედ ამას ვუკავშირებ დღევანდელ დარტყმებს. ლონდონში გუშინდელ შეხვედრაზე ამერიკელ, დიდ ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან ერთად შედგა საუბარი. ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებასთან ერთად ახალ მაგიდაზე გაჩნდა სხვა დოკუმენტიც. ვფიქრობ, ის უკვე დონალდ ტრამპის კაბინეტშია. ვერ გახდება ვერც ერთი დოკუმენტის ნაწილი ის, რაც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ეს განცხადებები ვაშინგტონს გეგმებს უშლის, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს ომი მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში უნდა დაესრულებინა. ამ დღემდე კი კვირაზე ნაკლები რჩება. სახელმწიფო მდივანი იმედს არ გარგავს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ თუ შედეგს ვერ დაინახავს, შტატები მოლაპარაკებებიდან გავა. ამ ომს არ აქვს სამხედრო დასასრული. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. რუსეთი უბრალოდ ვერ გადაუვლის უკრაინას და მთელ ქვეყანას ვერ დაიკავებს. უკრაინა კი ვერ უკუაგდებს მათ 2014 წლამდე არსებულ პოზიციებამდე. რაშიც ჩვენ ვართ ჩართულები არის რუსეთის პოზიციის გაგება. ახლა უკეთ გვესმის ეს, რადგან რეალურად ვესაუბრეთ. მას შემდეგ, რაც 3 წლის განმავლობაში არ ვესაუბრებოდით. გვინდა გავარკვიოთ რა არის უკრაინის პოზიცია და რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება. შემდეგ შესაძლოა დავასკვნათ, რომ ისინი იმდენად შორს არიან ერთმანეთისგან, რომ მშვიდობა შეუძლებელია ამ დროისთვის. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ ჩვენი მთავრობის უმაღლეს დონეზე. ჩვენ კვლავ მზად ვიქნებით ამის გასაკეთებლად, ვიდრე არსებობს რეალისტური, წინ მიმავალი გზა. თუ რომელიმე მომენტში დავადგენთ, რომ ჩვენ უბრალოდ ძალიან შორს ვართ და საკმარისი მოძრაობა არ ხდება, შესაძლოა დაგვჭირდეს სხვა პრიორიტეტებზე გადასვლა, რადგან მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება. ომის გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებით ამერიკის პოზიციებს არ იზიარებენ ევროპელები. ოფიციალური ლონდონი მსოფლიოს ახსენებს, თუ ვინ არის ამ ომში აგრესორი.
პარიზში კი ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერ შეთანხმებაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული. მოლაპარაკებები გრძელდება 25 აპრილს მოსკოვში სტივენ ვიტკოფს ელოდებიან.